სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა გრძელდება. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი დღეს დასავლეთ საქართველოში ჩავარდა ადგილობრივებს გაესაუბრება. უმუშევართა და დამსახურებელთა რეგისტრაციის შედეგად ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. მის ყველა წევრს საკუთარი ელექტრონული მისამართი ექნება და სასურველი ვაკანსიის შემთხვევაში შეტყობინება მიუვა. სამუშაოს მაძიებელთა სარეგისტრაციო ანკეტის მონაცემები მოგვიანებით უკვე დასაქმების სამინისტროს გადაეგზავნება. სოციალური აგენტები სპეციალური კითხვით ყველა ოჯახში მივლენ და დასაქმების მსურველთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოაგროვებენ. კითხვის შევსება 15 წლიდან საპენსიო ასაკის ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი უახლოეს პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას ეჯახება. გავდივართ რეგიონებში, კერძოდ დასავლეთ საქართველოში. ჩვენ უშუალოდ გვინდა გავიცნოთ იმ პრობლემებს, რაც დაკავშირებული არის სამუშაო ადგილის სიმცირესთან, დასაქმებასთან. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც რეგიონებშია. და რეგიონებში გვინდა გავიცნოთ ამ საკითხებს. გვექნება უშუალოდ შეხვედრა ხალხთან.